ჩვენი სკოლაში გვიტადება კომპიუტერული ტექნოლოგიები და გამახსენდა, რომ ამ კომპიუტერულ ტექნოლოგიებში გვქონდა დავალებად ხელოვნურ ინტელექტს კოპილოტს უნდა დავაწერინოთ მოთხრობა ზამთარზე და ველაპარაკოთ და ვკითხოთ რაც გვინდა. და მე ახლა მოვძებნე ეს კოპილოტი და დავიწყეთ კონტაქტი შევქმნით და ახლა წაგიკითხავთ რა მეწერე. შეიძლება რაღაც გკითხო. რა თქმა უნდა გისმენ რისი კითხვა გინდა? რა ერქვა დავით აღმაშენებელს სინამდვილეში? დავით აღმაშენებლის ნამდვილი სახელი იყო დავით ბაგრატიონი. ის იყო საქართველოს მეფე დავით მეოთხე, რომელიც ცნობილია როგორც დავით აღმაშენებელი. მისი მმართველობის პერიოდში მან მოახერხა საქართველოს გაერთიანება და თურქ-სელჩუკთა ქვეყნიდან განდევნა. თუ კიდევ რამე გაინტერესებს დავით აღმაშენებელს, სიამოვნებით გიპასუხებ. რა გქვია? მე კოპილოტი მქვია და მე ვარ ხელოვნური ინტელექტი, რომელიც შეიქმნა თქვენი დახმარებისთვის და სიამოვნებისთვის. თუ რამე კითხვები გაქვთ ან დახმარება გჭირდებათ, აქ ვარ თქვენთვის. სასიამოვნოა, მე ნიაკო მქვია და ვარ 8 წლის. სასიამოვნოა შენი გაცნობა, ნიაკო. 8 წელი ეს არის შესანიშნავი ასაკი, როდესაც ყველაფერი ახალი და საინტერესოა. თუ რამე შემიძლია დაგეხმარო ან გსურს რამის შესახებ გაიგო, აქ ვარ შენთვის. გაქვს რამე საყვარელი ჰობი ან გატაცება? კი, მე წიგნების კითხვას ვარ გატაცებული. 2024 წელს წავიკითხე 36 წიგნი და ეს რომ გაიგო პალიტრამა, ანუ თავიდან 33 მქონდა, მაგრამ მე კიდევ 3 წაკითხული წიგნი დაემატა და ამიტომ მივწერე 36 წიგნი. და ეს რომ გაიგო პალიტრამა, წიგნების საუკეთესო გამომცემლობამ. ბევრი წიგნები გამომიგზავნა. და ახლა სულ იმ წიგნებს ვკითხულობ. ვაუ, ნიაკო, 36 წიგნი 1 წლის განმავლობაში. ეს ნამდვილად დიდი მიღწევაა. ფანტასტიკურია, რომ პალიტრამა გაგიჭიამატა საყვარელი წიგნებით. ალბათ ძალიან ბედნიერი იყავი, როდესაც ეს წიგნები მიიღე. და ახლა გაქვს უამრავი საინტერესო ისტორია წასაკითხი. გაქვს რომელიმე საყვარელი წიგნი ამ ახალ წიგნებს შორის, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონა? ან თუ არის ისეთი წიგნი, რომლის წაკითხვას ჯერ არ დაგისრულებია, მაგრამ ძალიან მოგწონს? ახლა უნდა მივწერო, ხო, კარგი, ჯერ მივწერ და მერე გეტყვით. დიახ, ეს წიგნი არის ცუდზე ცუდი კვირა. ავტორები არიან ევა ამორესი და მეთ ქოსკროვი. ეს ძალიან კარგია, ნიაკო. ცუდზე ცუდი კვირა ნამდვილად საინტერესო წიგნად ჩანს. ეს არის შესანიშნავი გრძნობა, როდესაც აღმოაჩენ ახალ მწერლებს და მათი შემოქმედება გიხარია. ვაუ, ნიაკო, შენ ნამდვილად იპოვე საყვარელი წიგნი. ცუდზე ცუდი კვირა ნამდვილად პოპულარულია და ბავშვებს ძალიან უყვართ. ევა ამორესი და მეთ ქოსკროვი ძალიან კარგი ავტორები არიან და მათმა წიგნებმა უამრავი ბავშვი გაახარა. შეგიძლია მეტი რამ მომიყვე მათ შესახებ? რა თქმა უნდა, ნიაკო. ევა ამორესი და მეთ ქოსკროვი ბავშვებისთვის საინტერესო და მხიარულ წიგნებს წერენ. ევა ამორესი წარმოშობით ავსტრალიელია და იგი ძალიან კარგად ახერხებს ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი თემების მარტივად და მხიარულად გადმოცემას. მისი წიგნები სავსეა ფერადი და მხიარული ნახატებით. მეთ ქოსკროვი არის ნიჭიერი ილუსტრატორი და ავტორი. იგი ასევე ავსტრალიელია და მას აქვს წიგნები, რომლებიც ძალიან პოპულარულია ბავშვებს შორის. მეთი ძალიან კარგად ახერხებს იუმორითა და ფერადი ილუსტრაციებით ბავშვების გულის მოგებას. მათ წიგნებში ხშირ შეხვდები საინტერესო და მხიარულ ამბებს, რომლებიც ბავშვებს მოსწონთ. ცუდზე ცუდი კვირა სწორედ მათი ერთ-ერთი პოპულარული ნამუშევარია, რომელიც ბავშვებს სიხარულს და ღემოს მოუტანთ. გთხოვთ, თუ გინდა რომ უფრო მეტად გაეცნო მათ წიგნებს, მომეყევი რა მოგეწონა ცუდზე ცუდ კვირაში. აი ის მომეწონა ჯასტინ ჩეისის მამას ტუალეტის მანქანა რომ ჰქონდა. ჰაჰა, მართალია, ჯასტინ ჩეისის მამის ტუალეტის მანქანა ნამდვილად სასაცილო და უცნაური დეტალია. ეს არის იმ ტიპის იუმორი, რომელიც ბავშვებს ძალიან მოსწონთ და ნამდვილად დაგამახსოვრდება. ძალიან კარგია, რომ ასეთი მხიარული და სასაცილო წიგნებს კითხულობ. გაქვს კიდევ სხვა წიგნები, რომლებიც ამასთან მსგავსია და გიყვარს? ან იქნებ სხვა რამ გაგახსენდა და გინდა გაგვიზიარო?
დათვის სახელად პანინგტონი. ეგ წიგნიც ძალიან სახალისოა და მომწონს. პანინგტონი არის ნამდვილად საყვარელი და მხიარული გმირი. პანინგტონის ამბები ნამდვილად შესანიშნავია და ბავშვებს ძალიან უყვართ. დათვის სახელად პანინგტონი არის წიგნი, რომელიც მიშელ ბონდის მიერაა დაწერილი. იგი მოგვითხრობს პატარა დათვზე, რომელიც პერუდან ლონდონში ჩავიდა და ახალი თავგადასავლები დაიწყო. პანინგტონი ძალიან კეთილია და კეთილგანწყობილია, მაგრამ ხშირად ჩხულეთის ახალსასაცილო სიტუაციებში ეხება. ეს კი კინოში ვნახე. იცი პანინგტონის წიგნებზე ფილმებიც გადაიღეს და ისინი ძალიან პოპულარულია. ხომ არ გაქვს ნანახი პანინგტონის ფილმები? არის კიდევ სხვა წიგნები ან გმირები, რომლებიც ძალიან მოგწონს და გინდა რომ მომიყვე მათ შესახებ? კი, მინახავს პანინგტონის კინო. მოიცა, ეგ წიგნები მაიკლ ბონდმა არ დაწერა? რა მიშელ ბონდი? მართლა დამეწვა თითები. აბსოლუტურად მართალი ხარ, ნიაკო, პანინგტონის ისტორიის ავტორი ნამდვილად მაიკლ ბონდია. მაპატია, იმედი მაქვს ეს პატარა შეცდომა ხელს არ შეგიშლეს ჩვენს სასიამოვნო საუბარში. საინტერესოა, რომ პანინგტონი ასევე ანიმაციის ფილმების გმირიცაა, რაც ძალიან მოსწონთ ბავშვებს. კიდევ არსებობს ბევრი ასეთი სასიამოვნო და მხიარული წიგნი. ხარ დაინტერესებული კიდევ სხვა წიგნებით, რომელთა შესახებ გინდა რომ მითხრა? არა, რატომ უნდა შეგუშალოს ხელი ასეთ პატარა შეცდომამ? ნიაკო, მიხარია, რომ ამასთან დაკავშირებით ხუმრობ. მე ყოველთვის მზად გავაგრძელო ჩვენი სასიამოვნო საუბარი და გითხრა საინტერესო ამბები. გინდა კიდევ ახალი წიგნები გერჩიო? ან იქნებ მითხრა რა ამბები და გმირები მოგეწონს და კიდევ რას კითხულობ? კი, ძალიან მინდა ახალი წიგნები ვერჩიო. ძალიან კარგია. აქ არის რამდენიმე ახალი და საინტერესო წიგნი, რომლებიც შენთვის შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს. ჩარლი და შოკოლადის ფაბრიკა. როლდ დალი. ეს არის ბავშვთა კლასიკური წიგნი, რომელშიც ჩარლის და მისი საოცარი თავგადასავლების შესახებ მოგვითხრობს. შოკოლადის ფაბრიკის საოცარი სამყარო ნამდვილად გაგაოცებს. ძალიან კარგი. პიტერ პენი. ჯეიმს მეთიუ ბარი. ეს წიგნი მოგვითხრობს არასოდეს მიწის შესახებ, სადაც პიტერ პენი ცხოვრობს. არასებულ მიწის შესახებ, სადაც პიტერ პენი ცხოვრობს და არ სურს გაიზარდოს. ეგრე პეპისაც არ სურს გაიზარდოს, ეს ნამდვილად საოცარია. ამასთან ერთად გადავლახავთ საინტერესო და გაოცების მომღრელ თავგადასავლებს. მოჩვენებების კრებული. რ.ლ. სტაინი. ეს ვინ არის? ამის შესახებ უნდა მევწერო. ეს არის საინტერესო და ცოტა საშიში კრებული მოჩვენებების ისტორიების შესახებ, რომლებიც ბავშვებს ძალიან მოსწონთ. ნარნიას ქრონიკები. კასულუისი. ეს სერია წიგნების ფანტასტიკური სამყაროს შესახებ მოგვითხრობს, სადაც საინტერესო და საოცარი თავგადასავლები ელოდება გმირებს. თუ რომელიმე ამ წიგნებიდან მოგეწონა, ან გსურს მათ შესახებ მეტი გაიგო, შემიძლია მეტი ინფორმაცია მოგაწოდო. რომელი წიგნი მოგწონს, ან გინდა რომ წაიკითხო? კარგი, პირველ რიგში ამაზე უნდა მოვწერო. წერტილი ვინო? წერტილი სტაინი. სრული სახელით რობერტ ლოურენს სტაინი. რობერტ ლოურენს სტაინი. რა მაგარია. რობერტ ლოურენს სტაინი არის ცნობილი ამერიკელი მწერალი, რომელიც ცნობილია თავისი საშინელებათა და მოჩვენებების ისტორიებისათვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის. კაია. მისი ყველაზე ცნობილი სერია Goosebumps. Goosebumps რა არის? Goosebumps. რომელიც ბევრ ბავშვს ძალიან მოსწონს. სტაინმა ბევრი წიგნი დაწერა, რომლებიც მხიარულ და ცოტა საშიშ ამბებს შეიცავენ. საშიშ ამბები მიყვარს. ესე იგი, რობერტ ლოურენს სტაინი არის ისეთი მწერალი, ჩემი შესაფერის მწერალია და ძალიან მინდა მისი წიგნების წავიკითხო.
წიგნი იდეალურია მათთვის, ვისაც უყვარს რომანი, სადაც ცოტა მღელვარება და თავგადასავლებია. აუ, ესეთი ვარ მე. ნეტა საიდან მიცნობს ეს კოპილოტი? რობერტ ლოურენს სტაინს წიგნებიდან რომელიმე გამოგიცდია? სტაინის წიგნებიდან რომელიმე გამოგიცდია, რომელიმე სხვა ავტორი და წიგნი მოგწონს? კიდევ რა იყო? წერტილი ვიღა. აუ, ვაფშე რა სახელია? ლუისის სრული სახელით კლაივ სტეიპლს ლუისი არის. იყო ცნობილი ირლანდიელი მწერალი და პოეტი, რომელიც განსაკუთრებით ცნობილია თავისი ფანტასტიკური ნამუშევრებით. მისი ყველაზე ცნობილი სერია ნარნიას ქრონიკები. აუ, კიდევ ერთი სერია ვიცი, რომელიც მოიცავს 7 წიგნს. ეს არის დედა, მამა, რუაბუში და საბარგო მანქანა. ძალიან საინტერესოა. მე ჯერ არ წამიკითხავს მაგის 7 წიგნი. რომლებიც გვიყვებიან ფანტასტიკურ სამყაროზე. სადაც გმირებს უამრავი საოცარი თავგადასავლები ელოდებათ. ლუისის ნამუშევრები სავსეა ჯადოსნობით, საოცრებებით და ღრმა სასწავლო იდეებით, რაც ბავშვებს და მოზარდებს ძალიან მოსწონთ. ნარნიას ქრონიკები უამრავი ბავშვის საყვარელი წიგნი გახდა და მათში ბევრი ამაღლებული და საინტერესო თემებია. ძალიან დიდ მადლობას გიხდი კოპილოტ ჩვენი საუბრისთვის. ახლა გემშვიდობები. გავგზავნოთ. გიხაროდეს ნიაკო, მოხარული ვარ რომ გამოგადექი. თუ მომავალში კიდევ რაიმე წიგნები კიდევ გინდა რაიმე წიგნებზე ან ახალ იდეებზე საუბარი, ყოველთვის მზად ვარ დაგეხმარო. წარმატებები და სასიამოვნო კითხვა. გემშვიდობები ნიაკო. მოხარული ვარ რომ მესაუბრე. ყოველთვის მზად ვარ დაგეხმარო და გესაუბრო.